დავიწყეთ. რა მაგარია ხო ტაშს რო შემოკრავ უკვე ვიწყებთ და რო ემზადები და მორიგი მამების დრო მზადდება ხოლმე. თან ყოველთვის რა კარგი სტუმრები ყავს მიშო და დღეს კიდევ უფრო კარგი და გამორჩეული სტუმარი ყავს. და ვსაუბრობთ ბატონ დავით ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი აზრით რაც არის ადამიანისთვის შვილები, ოჯახი, დედმამა, ბავშვობა და ყველაფერი კარგი მოკლედ რაც ამ თემას უკავშირდება. კი ბატონო და წარვადგინოთ ჩვენი სტუმარი, როგორც ეს ჩვენ ვიწყებთ ხოლმე ბევრს ვლაპარაკობთ და სტუმარს ბოლოს წამარად. მოდი დღეს განსხვავებულად დავიწყოთ. ესე იგი, უნდა წავიკითხო, ვერ დავიმახსოვრე, ბატონო დავით იმდენი რეგალია ვერ დავიმახსოვრე. დავით მაღრაძე, დავიწყებ ყველაზე მაგარი სტატუსით, რაც ბატონ დავით ჩემი აზრით აქვს, მამა, ორი ქალიშვილის მამა და ბაბუაც. ღირსების ორდენის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე. თელავისა და წინანდალის საპატიო მოქალაქე. 2011 წელს შვედეთის აკადემიამ ლიტერატურაში ნობელის პრემიის ნომინანტად აღიარა. ნობელის პრემიაზე დავით მაღრაძე შვეიცარიის სამა ინსტიტუტმა წარადგინა, ხოლო ნობელის კომიტეტს საქართველოსთან რეკომენდაციით მიმართა ჭაბუამი რეჟიმა, ასევე ხართ მადრიდის სერვანტესის ინსტიტუტის აღიარების medali გაქვთ მიღებული და რომის დანტე ალიგიერის საზოგადოების ოქროს medali. და აგრეთვე წიგნისთვის ეკო რომის თანამედროვე ხელოვნების აკადემიამ ჯაკობ ლეოპარდის ოქროს medali გადმოგცათ. რამე ხო არ დავაკელე. ბევრ რაღაცას დააკრებ. და რა თქმა უნდა პოეტი. ხო. პოეტი და ჩვენთვის ქართველებისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტის ავტორი, საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორი. ბატონი დავით მაღრაძეა დღეს მამების დროს სტუმარი. კიდევ ერთხელ გამარჯობა. მოგესალმებით, მოგეკეთილიყოს თქვენი მოგბრძანება. ტრადიციული კითხვით უნდა დავიწყო. ძალიან მიდი შენ გიყვარს ხოლმე მაგას. რას ნიშნავს თქვენთვის მამობა და როგორი მამაა დავით მაღრაძე? მამობა არის ალბათ მარტო ჩემთვის არა ზოგადად ქრისტიანული ცივილიზაციისთვის და არა მარტო ქრისტიანული ცივილიზაციისთვის მე ვფიქრობ ქვაკუთხედი საერთოდ ამ წუთის სოფლის თავარი ლოცვად ახალ აღთქმაში ასე იწყება მამაო ჩვენო ხო მარტო ხორციელ ცხოვრებას არ გულისხმობ სულიერ ცხოვრებასაც გულისხმობ ამ შემთხვევაში ყოფასაც და მეტაფიზიკასაც მისტიკასაც წარმოსახვის სამყაროსაც. ხო ეს არის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი რა ჩემი აზრით ამ ცხოვრების ზოგადად ერთ მე ჩემი ფორმულა ასეთი იყო ფორმულა გქონებავთ რა რომ ადამიანის წუთი სოფელი ესე განსაზღვრება მამის სახლიდან მამის სახლისკენ და ის ლექსი გამახსენდა ახლა მე. რა მაგარია. მამის სახლიდან მამის სახლისკენ. ის ლექსი არ მოვწერეთ, ხო ის ყაზბეგის როგორ არა გვწერია. ხო, არის, იმიტომ რომ მამის სახლიდან უნდა გახვიდე, რომ მე დაბრუნდე მამის სახლში. ეკეც ხო სახარებისეულია. არა მარტო, ხო, სახარებისეულიც არის, რა თქმა უნდა, და უძღებიშვილის დაბრუნება, რა თქმა უნდა. ჰომეროსიდან ოდისევსის დაუბრუნება. ზოიშვილის დაუბრუნება. ხო, და გენიალური ლექსი სხვადასხვის კონსტანტინოს კავაფისის ითაკა. კუნძულის, რომელიც ბრუნდება ოდისევსი. და ცალკე ლექსია მიძღვნილი კონსტანტინოს კავაფის, ჩემი აზრით შედევრალური ლექსია. რომ ილოცე რომ მალე არ დასრულდეს ეს გზა, ითაკასკენ მავალი გზა. ანუ კავაფისის ლექსშიც ეს არის განცდილი, რომ ადამიანის ცხოვრება არის მამის სახლში დაბრუნების გზა. და არ იჩქარო, არის სულისკვეთება ეს არის ლექსის, რომ ნუ იჩქარებ, რაც უფრო ხანგრძლივი იქნება, რაც უფრო საინტერესო, რაც უფრო თავგადასავლიანი ეს გზა, მით უფრო კარგი შენთვის, იმიტომ რომ უფრო ასაკში და უფრო დაბრძენებული მოხვალ ითაკაში. და ეს დაბრძენებული და გამოცდილების მქონე უკვე ამ ხელა გამოცდილება რომ გზა გაქვს გზაში აკრეფილი მაგრამ უფრო მიგახვედრებს ითაკას მნიშვნელობას ხო ესეთი სულისკვეთება აქვს ამ ლექსს და ითაკა შენ გაძლევს გზას თავისკენ სავალ გზას ეს არის კონსტანტინოს კავაფისის ლექსის განზრახვის იდეა ითაკა შენ მეც ვეღარაფერს მოგცემს როცა ჩახვალ, მაგრამ გაძლევს გზას მისკენ სავალ გზას.
მაშინ მე ხა ის გამახსენე უძღებიშვილის ამბავი გამახსენა ნებისმიერ შემთხვევაში. არ ვიცი რა უნდა მოხდეს. მე ჩემ შულთან ასეთი ის მოვსხოლმე რომ რა უნდა მოხდეს რომ ვერ მივიღო, არ მივიღო მისი ნებისმიერი შეცდომა და დანაშაული. ხო, რა თქმა უნდა, ალბათ მამის მხარდაჭერაც ეგ არის, რომ შვილმა იცოდეს, რომ მამა უპირობოდ უჭერს ხარს, რომ საჭიროდ რა შეცდომაც დაუშვას, იმიტომ რომ იმ შეცდომაზე გაიზარდოს მერე. ხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ის თვითონ რაც ვახსენეთ უძღებიშვილის დაბრუნება, ხა ეს რემბრანდტის შედევრალური ტილო, რომელიც პეტერბურგში ერმიტაჟში. მერე სხვადასხვა ტარკოვსკიმ გამოიყენა თავის ფილმში სოლარისის ფინალში. გამოდის ლაბორატორიიდან ალუზიას აკეთებს ტარკოვსკის სწორედ რემბრანდტის უძღებიშვილის დაბრუნების. ხარდაჭერა უპირობო არ ვიცი, ხარდაჭერა განსაცდელში რა თქმა უნდა, მაგრამ უპირობო ხარდაჭერა საერთოდ არ ვიცი, რამდენად სიკეთით მოქმედებს. ხო, ეგეც არის, კი ბატონო, შეუბრალოდ ისაგებს ადამიანს. ხარდაჭერი რო ხარ, რაღაცა ეს არის ფაქიზი ურთიერთობა, რაც თავარია. უნდა ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ამ თუ სიფაქიზე დაიკარგა ურთიერთობაში, მე აზრს კარგავს შენ სწორს ამბობ, არასწორს ამბობ, მართალს ეუნები, ადამიანს წყვილს ეუნები, თუ რაღაც ეს თუ მემეას ხარისხოვანი ხდება, თუ ურთიერთობის სიფაქიზე გაქრა ადამიანებს შორის, ურთიერთობას შორის, მამა-შვილს შორის. ისე სამოსელი პირველი უძღებიშვილის დაბრუნებაა. და ალბათ ძალიან ის არის პოპულარული სიუჟეტია ზოგადად ლიტერატურაში უძღებიშვილის დაბრუნება მამასთან. ერთ-ერთი მთავარი სიუჟეტია, ხა სიუჟეტი ორხესის მიხედვით სულ 4 სიუჟეტი არსებობს, მაგრამ ნუ კი. ერთ-ერთი ხო მაგას ვამბობთ რომ ყველაზე მნიშვნელოვანზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა. ხო გვითხოვთ ყოველი როდეს. არასოდეს. არ ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მამობა კაცისთვის. როგორ შეცვალა მამობამ დავით მაგრაძე? ამაზეც ვისაუბროთ. როგორი იყო მამობამდე და მე რა შეიცვალა? ალბათ სიკეთისკენ ცვლილება საერთოდ ადამიანის ცვალებადობის მე წამს არ მგონია რომ სტატიკაში უნდა იყოს გაყინული, გაქვავებული ადამიანი, რომელზეც არანაირი დღესასწაული და არანაირი განსაცდელი არაფერს არ ცვლის და არ მოქმედებს. ემოცია გვაქვს, ფიქრი გვაქვს, განცდა გვაქვს და რა თქმა უნდა შემოდის ესეთ დიდი სიახლე და სიცოცხლე რომ იბადება და შენც მონაწილე ხარ ამ დაბადების. უდიდესი დღესასწაული შემოდის ადამიანის ცხოვრებაში, სულიერებაშიც. რა ვიცი, თვითონ ცხოვრება სულიერი თავგადასავალიც არსებობს, ხორცელი თავგადასავალიც არსებობს. სადემარკაციო ხაზი სადგადის მათ შორის მე არ ვიცი პირადად, იმიტომ რომ რაღაც ერთად არის ეს ყველაფერი და ეს დღესასწაული მოიცავს ესეთი ბავშვის დაბადება, შვილის დაბადება, ადამიანს მთლიანად მოიცავს სულიერათაც და ხორციელათაც დღესასწაულობს ადამიანი ამ დროს. და საინტერესო ხდება, უფრო მეტად საინტერესო წუთი სოფელი, უფრო მეტ რამეს აგნებ. უფრო ბასრი მზერა გიჩნდება. ერთი ის გამახსენდა ტონინო გუერას შესანიშნავი ფრაზა. ახალგაზრდობა უცხერს და სიბერე ხედავს. ხო, სიბერემდე ჯერ შორს არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ესეთი დიდი მოვლენა, როგორც შვილის გაჩენა არის ადამიანის ცხოვრებაში. მე ვფიქრობ, მხოლოდ სიკეთისკენ ატრიალებს ადამიანს. ყოველ შემთხვევაში მე ესეთი განცდა მაქვს. უფრო აკეთილშობილებს ადამიანს. უფრო ფაქის ხდის, უფრო მოგრძალებულს. შენი მშობლის მიმართაც უფრო მოგრძალებულს ხდის. შენ თორემ მშობელი ხდებენ. ეხლა ვფიქრობ, ცოტა ცუდად გამომივიდა, მაგრამ რადგან მამების დრო ქვია, კაცისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მამა რო ხდება. ზოგადად ადამიანისთვის არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როცა მშობელი ხდება. ქალისთვის დედობა და კაცისთვის მამობა შესაძლოა. მიშო, მამა მეგობარიც ხოა და ჩვენ დაგვაუწყდა ჩვენი მეგობრების ხსენება. ორი არაჩვეულებრივი მეგობარი ყავს, სუთი ფაუერი, ჩურჩხელა, ქართული ჩურჩხელა უნდა მეთქვა და არა ქართული სადარსეულს, ჩურჩხელა. შეგეკამათებოდნენ მაღაზიაში. ჩურჩხელა ძაფის გარეშე ძალიან ჯანსაღი, ენერგიული და რაც თავარია ნატურალური პროდუქტი და ქართული სპორტული მედიცინის ასოციაცია ბატონი ზურაბ კახაბრიშვილის არაჩვეულებრივი გუნდი, რომელიც გვერდში უდგას ჩვენ სპორტსმენებს, გვერდში გვიდგას ჩვენ და თავისი
მაგარი ბიჭებით და გოგოებით ძალიან მაგარ შედეგებს მიაღწევინებენ ხოლმე ჩვენ სპორტსმენებს. კი ბატონო. გავაგრძელოთ. გავაგზავნოთ ხო და მეგობრობა რო ვახსენეთ. როგორი ურთიერთობა გქონდათ მამასთან ბატონო დავით? რამდენად იყო მეგობრული თქვენი არ ვიცი საიდუმლოებებს თუ უმხელდით? თქვენი მავნეჩვევები თუ ქონდათ რამე და თუ ვიცოდა ამის შესახებ და რა რეაქცია ქონდა რომ მოგვიყვეთ? ხო, მამასთან ბავშვობაში მეგობრული ურთიერთობა მქონდა კი. თვითონ როგორც თავაზობდა, ხა ყოველთვის მამას საზღვრავს ალბათ უფრო მაშინ ბავშვთან ურთიერთობას, ფორმას. უფროსი კამერტონს უფროსი იღებს როგორ შესთავაზებ ბავშვს რა ურთიერთობა რა ფორმის ურთიერთობა შესთავაზებ მაგრამ რას ვამბობ ხა ჩემ პატარობაში სკოლის პერიოდში მშობლები უფრო მსახურობდნენ და დღისით არ იყვნენ თქვა მე სკოლაში ვიყავი ისინი სამსახურში იყვნენ დილით ადრე მიდიო მაშინ ადრე იწყებოდა სამსახურები და ახლაც იწყებოდა შაკარგი 9 საათზე უკვე სამსახურში უნდა ყოფილიყვნენ დედაც და მამაც და მე დედა 6 საათზე ბრუნდებოდა სამსახურის შემდეგ და მამა ხან ბრუნდებოდა ხან ძალიან გვიან ბრუნდებოდა იმიტომ რომ უყვარდა რომ თანა მეინახეებთან მეგობრებთან ერთად თან არაჩვეულებრივი კოლექტივი იქნებოდა წარმომიდგენია და ხო კოლექტივი საინტერესო იყო ძალიან იმიტომ რომ აი თქვა როცა ჟურნალ ნათობს რედაქტორობდა იქ მუშაობდნენ მაშინ პოეზიის განყოფილების გამგე იყო ოთარ ჭილაძე პროზის განყოფილების გამგე იყო არჩილ სულაკაური პასუხისმგებელი მდივანი იყო ედი შერყიფიანი ძალიან საინტერესო ხალხი იყო არაჩვეულებრივად საინტერესო მანამდე ნიანგში იყო ნიანგის რედაქტორი იყო იქ ნოდარ დუმბაძე იყო რა ვიცი ძალიან საინტერესო ხალხი იყო ამ მის ცხოვრების გზაზე და უფრო ბებია და პაპა მონაწილეობდნენ მაშინ უფრო ურთიერთობა უფრო ცხოველი ურთიერთობა უფრო ბებიასთან და პაპასთან მქონდა იმიტომ რომ ისინი პენსიონერები იყვნენ და ეცალათ უფრო რა ბავშვისთვის და ცნობასაც ბებიას უფრო ვთხოვდი ხოლმე ან თქვა გავაცრენდი სკოლას რა მაშინ მშობლის ცნობა არსებობდა ეგეთი რომ იტანდი მასწავლებელი საპატიო ცვლიდან მე გასწრებს ხო ხო და მშობლები უფრო მკაცრი იყვნენ ისინი უფრო პატიებელი ხალხი უფრო სულგრძელები იყვნენ ბავშვის მიმართ მშობელს ხო თან არავის ყდება თან აღზრდელობითი ფუნქციაც აკისრია და ისინი გახსნილი იყვნენ სრულად სამეგობროდ მე გამიმართლა სხვა შვილს მე მახსოვს ბებიას მეგობრები მახსოვს ბებია ჩემს ქონა დამთავრებული ქალთა გიმნაზია რომლის შენობა ხა საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩიტაძის ქუჩაზე და პაპა ჩემის გიმნაზია გახლდათ ყოფილი ეხლანდელი განათლების სამინისტრო სადაც არის ყოფილი ნახიმოვის სასწავლებელი უზნაძეზე აი ეს ხალხი მახსოვს აი ეს გიმნაზისტები ძველი ერთხელ მე და ჩემი მეგობარი მხატვარები ვისხედით წიგნი უნდა გაეფორმებინა ჩემი და კარხასეძე ვართ რაღაცა გვიდგა სასმელი წიგნი უკვე შევიდა პროექტი შევიდა ძალაში და უცებ მეუბნება რომ მე ქართული არ ვიცი და როგორ უცხოელი არის ქართულად წარწერას ვერ გავაკეთებ მეოთხე მე წარწერას მე გავაკეთებ მეთქი არა შენ ხატვა ხო არ იცი და მეოთხე კაი კალიგრაფია მაქვს ორმა გიმნაზისტმა გიმნაზიელმა გამზარდა კალიგრაფიას არ აუშავს და მართლა ჩემი ის აქვს მე წარწერა ძალიან მიყვარს ხოლმე ბებიას და პაპას რო ახსენებენ. თუ იყო ხოლმე ბებიისგან ესეთი ფრაზა ხშირად ნათქვამი, აი მოვა მამა შენ სახში და ნახე რომ ვეთქვი ყველაფერს. როგორი ბავშვი იყავი ის? არა. პირიქით თუ დაუმალავდა რამეს თუ ზედმეტ. ხშირად უწევდა რაღაცები დამალვა? იცით რა იყო მე ჩემ ბავშვობაში რამდენიმე სკოლა მოვიარე რა ესე ინება განგება, მაგრამ თავიდან 53 სკოლაში ვსწავლობდი 8 კლასი. მე
გადამიყვანეს თალწმინდაზე ცოტა ხანი მე 57-ში მე იქიდან ახალოკაში აღმოჩნდა მე-4 სკოლაში იქ მამიდა ჩემი ასწავლიდა მაინც უფრო ნაცნობის სკოლა იყო ხოლო ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი სხვადასხვა სამყაროები იყო სხვადასხვა უბნებს სხვადასხვანაირი სამყარო ახლდათ კი ერთი ქვეყანა ერთი ქალაქია და ერთი სულია მაგრამ განსხვავებული შტრიხებიც იყო რა და მახასიათებელი შტრიხები სკოლების და უბნების რაღაცა სკოლა რო დავამთავრე უკვე კარგად ვიცოდით ჩვენი დედაქალაქი ჩვენი დედაქალაქის სურნელი და სული ესე მგონია ყოველ შემთხვევაში რომ რაღაც უკვე შეგრძნებები მქონდა ისეთი გამოცდილება ყოველ შემთხვევაში შეიძლება სხვაზე მეტი მქონდა ნაცნობობის ბატონ დავით ბატონი ელგუჯას თარგმანები ვიცით არაჩვეულებრივი ნაწარმოები ვიცით ძირითადად პროზით ვიცით ბატონი ელგუჯა მაგრამ დარწმუნებული ვარ არაჩვეულებრივად ხდებოდა კარგ და ცუდ ლექსს რა რეაქცია ქონდა როდესაც გაიგო რომ მისი შვილი წერდა ლექსებს ძალიან რაც შეეხება თარგმანებს ამ ხუმრობ ხოლმე რომ დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ნახევარი მგონი ჩემს სახშია თარგმნილი რომ ამას თარგმანები არის შერლოკ ჰომსი რომელიც შერლოკ ჰომსის თავგადასავალი უთავმხედარი თეთრი ბელადი მაინრიდის გოლსორსის ფორსაიტების საგა კაპიტან ბლადის ოდისეა მეფე არტურის ზეობის ამბავი არტურ მელორის ევროპული რომანი. ბლადი როგორ მიყვარდა. მამიდა ჩემს ნათარგმნია ჯეინი არის. დიდი სახლის პატარა დიასახლის ჯეკ ლონდონის. დორიან გრეის პორტრეტი ოსკარ უაილდის. ძალიან უფრთხოდა და ნერვიულობდა ამაზე. ესე არისო, ახტაცებული არისო ამ ამბით, რომ ლექსს წერა დავიწყე, არისო ახტაცებული. ეს ბევრი საფიქრად გაუჩნდა. რა როგორ იქნებოდა, როგორ წარიმართებოდა, რა შეძლებდი, რას ვერ შეძლებდი. ესე რომ აი სხვადასხვა ძალიან უმადლი მე ჩემს ოჯახს ზოგადად რომ მინახავს, ეხა პირიქითაც მინახავს მშობელზე ხო ვთქვი და ბავშვით ახტაცებული ოჯახებიც მინახავს და ჩემს სახლში, ჩვენს სახლში ძალიან ჯანსაღი ურთიერთობა იყო ამ ხრიდან. შენ ლექსებს წერ ბავშვობაში ხო რაღაც, მაგრამ ამას არავინ რაღაც შენ გამორჩეულობად არავინ არ აღიქვავდა ჩემს სახლში. არც ბებია, არც მამა, არც დედა, არც პაპა, არც და, არც ბიძა, არც ბიცოლა და არც ჩემი ბიძაშვილი. ერთ სახლში ვიზრდებოდით. მინდა ჩამოვთვალე. შენ ლექსტერ ის მუსიკაზე დადის, ის სკოლის გაკვეთილებს ამზადებს, ის სადილს ამზადებს. ესე რაღაცა ნორმალური ამბავი იყო. რა ნახოთ რა გამოვა ხა ისეთი არ დამაკომპლექსეს. ეს რაღაცა ძალიან ჩვეულებრივ ამბად მიიღეს, რომ ნუ ჯერ გართობა, თუ ეს გართობა რამეში გადაიზრდება, ნახოთ ეხა ამით ეხა არაფერი გამორჩეულობის სინდრომით დაავადებული ბავშვი არ ვიყავენ. არც უმადლი რომ არც მე შემყრია ეს სენი, იმიტომ რომ ეს სახელოვნებო სამყარო ისეთი ციცაბოა ამ ხრივ, რომ ძალიან ხშირად ავადდებიან ადამიანები. და როგორც კი წერას იწყებენ, ელოდებიან გარე სამყაროს კაცობრიობის ახტაცებას და მე უკვე ძალიან ურთულდება ცხოვრება, იმიტომ რომ ყველა ხელმოცარული ხო უფრო მეტია, როგორც აი რჩეული ცოტა და წვეული ბევრია, ხო, როგორც წმინდა წერილშია. სახელოვნებო სამყაროშიც ესეა, წვეული მოწადინე ბევრია და შემძლე მღირებულების შემქმნელი ძალიან ცოტაა. და როგორც წესი, ამ ხელმოცარულ ხალხს ღმერთი უსამართლო გონიათ. რა კარგი ნათქვამია, არასოდეს არ მიფიქრია მაგაზე. მღირებულების შემქმნელი სამართლია. ხელმოწარულს ღმერთი უსამართლო გონია, იმიტომ რომ იმას გაუმართლა. ნიჭიერი კი არ არის გაუმართლა და მე ასე რა ხე კაცობრიობის საერთო ახტაცებას ელოდეს საკუთარი ნაშრომით, ქვეცნობიერად გრძნობს, რომ არ არის ეს მისი გზა. მაგრამ არ ამბობს. მაგრამ ღიზიანდება ყველაზე გარდა საკუთარი თავის. აუ, მაშინ მაგ თემას გავუყვები ახლა და განსაკუთრებით მოზარდებზე მოქმედებს ხოლმე რთულად რაღაც აი ეს იმედგაცრუებები. შვილებს თუ ქონიათ რაღაც მსგავსი პრობლემა და როგორ შეიძლება
რაღაც რჩევასავით რო გამოგვივიდეს. მით უმეტეს მეც ორი ქალიშვილის მამა ვარ და რჩევებს მივიღე. ხო, არ ბავშვს რაღაც არ გაუმართლა რაღაცაში. როგორ უმკლავდებოდით ერთად, არ ვიცი, რა რჩევა მიგიციათ ამ დროს შვილისთვის, რომ კი ერთხელ რაღაც არ გამოვიდა, მაგრამ შემდეგში გამოვა, არ ვიცი, როგორი პრაქტიკა გაქვთ ამ თუ იყო რამე მსგავსი. მე თვითონ აი ერთი ის რაც შემილია გულწრფელად თქვა რომ როდესაც ისინი პატარები იყვნენ არ ვექცეოდი როგორც პატარებს ეხლა მოთხოვნას არ რა თქმა უნდა არ უყენებდი ისეთ როგორც დასულ ადამიანს დაუყენებ მაგრამ საუბარშიც ყოველთვის ვცდილობდი არა ხელოვნურად არამედ ბუნებრივად ხასიათი განსაზღვრავს ალბათ ამათ როგორც შეგნებულ ადამიანს ისევე ურთიერთებოდი და რჩევა ყველაზე დიდი რჩევა არის შენი ცხოვრება თვითონ შენ როგორ ცხოვრობ მაგალითი მოკლედ პირადი მაგალითი რა თქმა უნდა დრო რაც არ უნდა ხატოვნად ისაუბრო და სწორად თუ ის გამახსენდა ჰეგელბერი ფილმის თავგადასავალი ფიც როდებს და ბოლოს სახურავი და ეგეთი რაღაც არ მომივიდა ეხლა ყველა სტუმართან მოვყევი 2 წელი არ დამისვენია ბატონო დავით როგორც იქნა ერთი თვის წინ პარასკევ დღეს წავედით სხვაზე და კვირას უკან წამოვეთ იმიტომ რომ ბავშვმა ფეხი მოვიტეხა არაფრით არ დამიჯერა ვეხვეწე არ გადმოხდა უბრალოდ 2 წამი მივიხე და გადახტა და მოიტეხა ფეხი არა უშავს გაკვეთილია მეორე არ გადახდებიო დამპირდა ხე გამახსენდა ჰეკლერი ფილმი მაინც ხონ ბავშვური ცელქობა არსებობს აი ალბათ იმიტომაც არის ბავშვი ახანგრძლივებული ბავშვობა კარგია სულიერების თვალსაზრისით მაგრამ აი ცელქობის მაინდა სასიკეთოთ არა მუსიკოსებთან ვისთანაც ვქონია ინტერვიუ ყოველთვის ვეკითხები რატო არ არის ბევრი სიმღერა მამაზე ძალიან ლიანი შვიათია პოეტთან პირველად ვართ ბატონ დარიელ ხარხალაურთან ვიყავით თქვენ ცუდად გითხოთ ძალიან ცოტა ლექსია მამაზე ერთი რაც გამახსენდა არის მიხეილ ქლუვიცის ლექსია თბილისული ელეგია კიდევ არ მე პატარა იყო რაღაც ის დიდად მამაზე ვერ იტყვი ხათორი აღარ მახსოვს ხო და რატო არ არის მამაზე ბევრი ლექსები თქვენ თუ გაქვთ მამაზე მეც რა აი ჩემი პოემა რაც არის ერთ-ერთი ჯაკომო პონდი იქ ეს ფრაგმენტული ის არის მამის ლანდი შემოდის ხორცელი მამა ის თუ ზოგადად მამის სახება კიდე ცალკე ის არის შეიძლება ორივე ერთად არის და ერთი მეორეს არ გამორიცხავს ან კარნახობს ერთი მეორეს მაგრამ არის მაგ თქვა ესეთი სტროფი მე მამის სახლში აღვავლენ ლოცვას მაინც რა არის ეს მამის სახლი მარადიული სიძველე როცა მარადიული განცდა ახლის ხო ერთ თავს ესე ქვია მაგ პოემაში მამის სახლიდან მამის სახლისკენ ერთ საინტერესო გამახსენდა მაგ პოემასთან დაკავშირებით არის ეგეთი პოეტების სოფლიო აკადემია დაახლოებით ქართულად რო თარგმნოთ ესე ქვია იუნესკოსთან ურთიერთობაში და მისი პრეზიდენტი არის ნადირ აზიზი ფრანგულენოვანი წარმოშობის ფრანგულენოვანი ადამიანია აღმოსავლური წარმოშობის ეს არის მისი პრეზიდენტი და ძალიან ცნობილი კაცია მალროს მოწაფე იყო და ასე შემდეგ და ნუ თვითონაც ძალიან ისე ცნობილი ეროვნება ლიტერატურის კაცია დიდი სხდომა მიდიოდა ამ აკადემიის და მეც მიწვეული ვიყავი მე წევრი არ ვიყავი და სხვები ნუ ზოგი წევრები იყვნენ ზოგი არაწევრებიც ვესწრებოდით და ეს პოემა უკვე რამდენიმე ენაზე თარგმნილი ამ კაცსაც ჰქონდა და ამ კაცმა ასეთ იმ პოემაში ერთ-ერთი რა მამის სახლიდან მამის სახლისკენ ასოციაციამ წამიღო ერთგან მეწერა რომ ჩემი თანამემამულის საიტი თუ მეილი აღარ მახსოვს www.patriotopatetico.yahoo.com რაღაც ეს მეწერა ჩემი მეორე თანამემამულის მეილი მეწერა რომ www.gaylibertaprogress.yahoo.com
ეს კაცი რაღაც სიტყვას რა უნდა აქო დარბაზშიო ჩემზე მიუცდა ესა და ეს კაცი ისო ეხა მინდა უთხრა რომ W დღეიდან თქვენ იქნებით აკადემიის რა კარგია თან ხაზი გაუსვა იმასაც რომ წაკითხული მაქვს და რა სასიამოვნო ჟესტი იყო. აუ რა მაგარია. ეხლა შემთხვევით თუ გამახსენდა ეს ხევისბერი გოჩა და მატეო ფალკონი და კითხვაშიც გქონდა ისეთი რაღაცა რომ აი თან გაქვთ ურთიერთობა გამოცდილება საზღვარგარეთ მიმოსვლის და მამობა საქართველოს მამობა და უცხოელების მამობა. აი ამ კულტურაში რამე განსხვავებები გინახავთ, შეგიმჩნევია თუ არის რამე განსხვავება ქართველი მამა და სიტყვაზე რა ვიცი ნებისმიერი სხვა ევროპაში. მე მგონი უფრო მეტი მსგავსებაა ვიდრე განსხვავება. მე როგორც დავინახე და განვიცადე ესე მგონია. რაღაცნაირად ჩვენ ხო მაინც ერთი ცივილიზაციის მკვიდრი ხალხი ვართ. ერთ ცივილიზაციაში გულისხმობ რამაც განაპირობა ევროპული რენესანსი. ეს იყო ქრისტიანული ზნეობრივი საფუძვლების და ანტიკური გონიერების და ფილოსოფიის თუ გნებავთ რაციო, ანტიკური რაციოს და ქრისტიანული ზნეობრივი საფუძვლების სინთეზი. რაც თქვა მოხდა სიტყვა და ესე ვთქვათ, აი ვთქვათ ვილა მედიჩი ავიღოთ ფლორენციაში. სადაც მოწვეული იყო მარსელიო ფიჩინო, ჯოვანი პიკო დელა მირანდოლა, ანჯელო პოლიციანო და ასე შემდეგ, ვინც თარგმნიდა ეს ნეოპლატონიკოსი იყო მარსელიო ფიჩინო და პლატონის დიალოგებს, ნადიმი, აი უამრავი რამ და ამ დროს ქრისტიანული ცნობიერება შემოდის უკვე როგორც აღსარებლობა და ეს სინთეზში თანხვედრა ანტიკური კულტურის გახსენების და ქრისტიანული ზნეობის და ანტიკური რაციოს ჰარმონიაში გაინასკვა ეს ევროპული რენესანსი. ათენისა და იერუსალიმის. ხომ ქრისტიანობას პირობითად იერუსალიმი უწოდოთ, ათენი უწოდოთ ანტიკურ კულტურას. და აღმაშენებლის მემატიანე სწორედ ამას წერს, რომ გელათის აკადემია ჩაფიქრებულია სხვა ათინად და მეორე იერუსალიმად. განზრახვის სიდიადე აბსოლუტურად იდენტურია. მე როგორ აქაც ხო როგორც კი იმპერია შედგა ქართული, მიწუჩი მონუმენტი გაჩნდა, ვეფხისტყაოსანი დაიწერა ხო ოქროსხანა ქართული კულტურის. აქ მე ვთქვათ მონღოლები შემოდიან და ეს განვითარება ფერხდება და ევროპაში პირიქით მე ფრთას ისხამს და ახალ მწვერვალებისკენ მიდის. მაგრამ თვითონ ჩანასახით და არა მარტო ჩანასახი, ახლა ოქროსხანა როცა უკვე მე-12 საუკუნეში დგება და მე რაც ვილამედიჩიძე მოვყევი ეგ თუ სწორად აღარ მახსოვს ახლა, მაგრამ უკვე იქით არის, ბევრად აქეთ არის. მე-15 უფრო ხო ლორენცო მედიჩიდან არა, უფრო კოზიმო მედიჩიდან იწყება ეს აკადემიის ცდელობა ამ შექმნის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში განზრახვა იდენტურია სრულიად, ერთი ცივილიზაცია ეს. რა მწვერვალებს როგორ დაიპყრობს, ეგ კიდე ცალკე მიმართულება და ცალკე კვლევის საგანია, მაგრამ აი სულიერების და კულტურის ხასიათი და თვისება ერთი იდენტურია. და სხვადასხვა ჯერ როდის განსაზღვრა გორგასოლის ანდერჩიან ნუ დაუტევებთ გზას ბერძენთას. კი. ბატონო დავით, 1 იანვარს იყო მამას დაბადების დღე. ოჯახში სახალხო ტრადიცია გქონდათ თუ მამას დაბადების დღე თუ ორივე ერთად? ერთად, იმიტომ რომ თან მამას დაბადების დღე რო იყო მთელი უფრო საერთო ახლო საშინაურო მოკლედ შინაურობა ჩვენთან იკრიბებოდა ახალ წელს. ტრადიცია ესეთი იყო და რა ვიცი შეიძლება ზოგადად ვაგრძელებ ხოლმე ამ ტრადიციას. ისე როგორი სახალხო ტრადიცია თოვლის ბაბუა იყო ნაძვის ხე ჩვენ სახში და მთელი ის იყო რიტუალი იმის მორთვა ნაძვის ხის სათამაშოებით. თოვლის ბაბუები შედარებით მომცროები იყო და ნაძვის ხე კი დიდები იყო. და ძალიან მე ახლა ბავშვი ხო უხარია რაღაცა სხვა რაღაც შემოდის უცებ ხე უნდა დაიდგას სახში. უკვე რაღაცა უცნაურობა ხდება და კარგია. ბატონო, თქვენ თუ ყოფილ ხართ თოვლის ბაბუა თქვენი ქალიშვილებისთვის?
არა. არა. თოლის ბომბის როლი შევიცვლები. მამა იყო ნიანგის რედაქტორი, ბრძანეთ. ნიანგი მე რაც წამიკითხავს, არ მოვესწარი საბჭოთა პერიოდს, მაგრამ ნიანგი იყო ერთ-ერთი გამოცემა, სადაც შეფარულად, მაგრამ ახერხებდნენ საბჭოთა რეჟიმის მხილებას. კარიკატურებით იყო, იუმორით იყო თუ რა მნიშვნელობა აქვს როგორ. ამის გამო მამაზე რამე ზეწოლა, რამე კრიტიკა და ეგეთ რამე არ იყო შესაბამისი ორგანოებიდან? არა, იცით როგორ იყო ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და არ მახსოვს ახლა ფაქტები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის თაობა მე რაც მახსოვს, განწყობილი იყო, რომ თქვა არსებულ წესწყობილებასთან სათანამშრომლოც და არა სადისიდენტოც, სათანამშრომლოც და ამ თანამშრომლობაში თავის ქვეყნისთვის რა სიკეთეების გამოდნობა შეიძლება და ამაზე გამეცადინებული ყოფილიყო ყურადღება ადამიანების. თაობას ბოდიში ხარ მე უმრავლესობა როგორც იყო ხა იყვნენ გამონაკლისები ალბათ რომელიც არჩევდნენ რომ არ ეთანამშრომლოთ იმ წესწყობილებასთან ეს ძალიან შეიძლება რიცხოვნობით ცოტა იყო მაგრამ მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ეს ხაზიც მაგრამ ეს ხალხი ესე იყვნენ მე ვინც მახსოვს რომ ამ თანამშრომლობაში შეიძლება უფრო მეტი რაღაც თავის ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეებს მოეჭიდრონ ერთ სიტყვით და გადმოცემით მახსოვს რომ ყვებოდნენ ხოლმე თუ სწორად მახსოვს ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნოდა ის ფელეტონი რომელსაც ერქვა ცანგალა რომელიც დაიბეჭდა ნიანგში და მამა იყო მაშინ მთავარ რედაქტორი და განთავისუფლეს არაკრიტიკულობის გამო ჟურნალი და ამ ცანგალაში მაშინდელმა ამდენიმე ხელისუფლებაში მყოფ ადამიანმა საკუთარი დიალოგები მოკრაყო თავიანთი ნათქვამები ამოიცნეს რა და მიზეზი პირიქით ხო გადაყვანის უბრალოდ სამსახურიდან არ გაუგდიათ გადაიყვანეს მაგრამ ამ გადაყვანის მიზეზად მოიტანეს არაკრიტიკულობა რა ეგ მახსოვს კაი გადმოცემით ეს ოთარ ჭილაძე ახსენეთ ახლა ნოდარ დუმბაძეც არჩილ სულაკაური იკრიბებოდნენ ხოლმე თქვენს ოჯახშიც ალბათ ეს ხალხი კი ძალიან უყვარდა სხვადასხვა საღამოებს ერთად გატარება და აი როგორი იყო ის საღამო ღვინის კულტურა კარგია რომ საქართველოში არსებობს ამდენი ადამიანი ღვინოსთან ურთიერთობს და როგორ იშვიათად ნახავთ გალოთებულ ადამიანს საქართველოში და ამ ხალხმა იცოდა რა ღვინოსთან ურთიერთობის კულტურა ჰქონდათ. რასადებელს ამბობდნენ პირველს მაგალითად ან რასადებელს ეგეთი დაწესებული კანონზომიერებები არ ჰქონდათ. მაგით იყო საინტერესო ხალხი რომ ამ დაშტამპული რა მაგალითად ბავშვისთვის წარმოიდგინე მიშო შემოდიხარ სახლში და მამასთან სტუმრად არის ოთარ ჭილაძე, ედიშერ ყიფიანი, ნოდარ დუმბაძე, არჩილ სულაკაური მე მგონი ცალკე სკოლას იმ 4 სკოლის გარდა ეს სკოლა ცალკე გავთ ეს სკოლა ცალკე გავთ გავლილი და როგორ იყო ხოლმე ლექსებს ამბობდნენ ველოდნენ თუ საუბრობდნენ არა ამბობდა ლექს არა იუმორი იყო შაყირი იყო გართობა იყო და ლხინობდნენ მუხრან მაჭავარიანი იყო ერთ-ერთი თავარი პერსონაჟი ამ სუფრების, რომელსაც ძალიან უყვარდა მეგობრებთან ერთად ყოფნა და ჩემი მაგალითად პირველად ლექსები რო გამოვაქვეყნე მუხრან მაჭავარიანს ისქორა პატარა დალოცვასავით ხო წინასწყვობა კი რა რაღაც გზის დალოცვა რა ასე დავარქვათ ღმერთმა ქნას ესე ერქვა მახსოვს მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეებზე როგორც ტრადიციულად მამა იყო თამადა და იუბილე როცა იყო თქვა 50 წელი ნუ ის რაღაც რესტორანში ხდებოდა და ჩვეულებრივი ხინობა და ეხლა ყოველდღიური რაღაც ესეთი ისინი ოჯახებში იყო და ყველას უხაროდა სხვადასხვა რა ვიცი მე და ჩემი შეწუხებული არ მახსოვს ამ ხალხით პირიქით უხაროდათ ყველას აი ზუსტად იქით წავიდა ახლა რაც მინდოდა გამეგრძელებინა და მიხეილ ქლივიდის პატარა ერთი ის მაქვს ამოწერილი სტროფი წავიკითხავ თქვენი ნებართვით
თბილისში ვცხოვრობ და ქალაქურ გადაცეს ვნატრობ და აღარ მესმის ვინ არის ან მე ვინა ვარ გუშინ მთელი დღე რუსთაველზე ვიდექი მარტო და იცი ერთმა ნაცნობაც არ გამოიარაო არ იღლებოდაო ამბობდით ეს ფრაზა მახსოვს ბევრჯერ გამიგია ხოლმე თბილისი იყო ურთიერთობაო დღეს აღარ არის აშკარად შეიცვალა რაღაცე როგორი იყო მაშინდელი ურთიერთობა როგორი იყო მაშინდელი თბილისი და რატოა დღეს ასეთი თბილისი მოახერხა თავის ცოდვა მადლით საინტერესო ქალაქი იყო ყოველთვის ეხლა საინტერესო ქალაქია მე არ მეჩვენება რომ აღარ არის საინტერესო რა ნიშნით ვამბობ და რას გულისხმობ საინტერესოობაში ერთ-ერთი შტრიხი ყოველ შემთხვევაში ცოცხალი ქალაქია დღესაც ცოცხალი ქალაქია ეს არ არის მუზეუმი ეს არ არის დადიხარ ქუჩებში და მუზეუმი სუნთქავს ეს ქალაქი რაღაცა მოგწონს რაღაც არ მოგწონს ამას არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობა შენთვის კი ზოგი რაღაც განერულებს ზოგი გიხარია ზოგს სიხარული შემოაქვს ზოგს მიუღებლობა გაქვს რაღაც მიმართ უფრო განმასხვავებელი იყო რომ რა თქმა უნდა მეტი სიფაქიზე იყო ურთიერთობებში უკულტურობა არ იცვლებოდა პროგრესულობად უზრდელობა არ იყო წახალისებული უფრო მეტი სიფაქიზე იყო ურთიერთობებში აი ხო მოქცევის წესი რაც გულისხმობ კულტურა სანამ იმ დიდ მოვლენად გადაიქცეოდა ვიდრე როგორც ჩვენ რასაც გულისხმობთ ზოგადად ქცევის წესს გულისხმობ თავშეკავებიდან იწყება ხო კულტურა პირველ ყოფილ ინსტინქტებზე თავშეკავებიდან იწყება ეს თავშეკავების ისტორიაა კულტურის ისტორია თავშეუკავებლობა არასდროს არ ითვლებოდა ამ ქალაქში პროგრესულობად აი თქვათ რაღაცაზე ნაწყენი ხარ ადამიანზე არა ან განრისხებული ხარ მაგრამ ყველაფერს ხო არ გადაუსვამ ადამიანი ხარ რაღაცას ხო იტოვებ საკუთარი თავის პატივისცემას ხომ მაინც დაიტოვებ თუ სხვას აღარ სცემ პატივს არა და თუ წაიშალე მე რაღა მნიშვნელობა აქვს მართალი ხარ თუ მტყუანი ხარ თუ სახე დაკარგი ადამიანის და კულტურის ნიშანწყალი აღარ არის შენში რაღა მნიშვნელობა აქვს ისტორიის მართალ მხარეს დგეხარ მტყუან მხარეს დგეხარ შუაში დგეხარ თუ სადმე დგეხარ ან საერთოდ დგეხარ თუ წევ ხარ რაღა მნიშვნელობა აქვს დაკარგული გაქვს ხო აი მე სიფაქიზე რომელიც ხვალ ისევ გაცოცხლდება ეს არ არის გარდაცვალება ან თუ გარდაცვალება მაშინ კუდრეთ აღდგომისაც უნდა გწამდეს ტალღები არის ხოლმე რა როგორც რენესანსის მერე მოდის ხოლმე უფრო უსახო ხანა მოდის რა რაღაცა შემდეგ მეორე ტალღა წამოვა უფრო ბაროკო წამოვა რა გამიხარდა კლასიციზმის მოსმენა ანუ მაინც იმედი გაქვთ რომ ისევ დაბრუნდებათ როგორ რა თქმა უნდა მაშინ წარმოიდგინე იმ ხალხს რა უნდა ეფიქრა ჯვარცმას ვინც უყურან მამა ჩემი ხუდადოზია გაზრდილი და როგორ რაღაცა მახსოვს მოყოლილი იცით ნუ უბანში ხა გოგო რო გამევლი და კი ახალგაზრდა ბიჭები გავაყოლებდი თვალს მაგრამ უკან რო გამევლი და ესე იგი ის ვიღაცასთან იყო უბანში და იქით უკან წასულს მოკლედ თვალს აღარავინ გააყოლდა და ზედმეტის თქმა ხო საერთოდ ლაპარაკიც არ იყო რაღაც გვეკადრებინა გოგოსთვისო და ეხლა ასეთი რაღაცა სამწუხაროდ არ ხდება ჩვენთან რა ხო ნუ მოაქვს ცივილიზაციას თავისი ახალი წესები მოაქვს მე ისევ ძველს უბრუნდება მე რატო ახსენე ხა ჯვარცმას ვინც უყურამაც იმიტომ რომ ეს ჩვენი სარწმუნოება ერთი სასწაულის სარწმუნოება თუ აღდგომის გწამს მაშინ ყველაფერი ნათელია თუ აღდგომის არ გწამს ეს ყველაფერი აზრის კარგავს რაც რამე წერია იქ მე ისე მამისკენ წავალ. წავიდეთ. თარგმანები ახსენეთ, რომ ნახევარი დასავლეთ ევროპული ლიტერატურა ჩემო ოჯახშია თარგმნილი და არა, გასაგებია, მაგრამ არა მაგ ხუმრობაში იყო სიმართლის ბევრი ელემენტი. პირადად მე წეღარ რო თვლიდით, მეც შეგეშველეთ რამდენიმე ნაწარმოები თქვი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა მართლა შერლოკ ჰოლმსი იყო ერთ-ერთი საყვარელი წიგნი და უთავო მხედარი ხო საერთოდ ლუიზა პოინდექსტერი მე მგონი დღესაც მიყვარს. თქვენ თუ ყოფილხართ მამას თარგმანის პირველი მკითხველი? არა. მე სანამ წამოვიზარდე მე მგონი ყველაფერი უკვე ნათარგმნი ქონდა. ზოგადად სამუშაო პროცესი როგორი იყო? ეხლა მე ჩემთვის
ბავშვობაშიც და ახლაც რაღაც ძალიან სხვანაირად მგონია ადამიანი რომ ზის შემოქმედებით პროცესში წერს, კალმით მით უმეტეს არ ქონდათ ხოლმე სურვილი რომ შესულიყავით გენახათ როგორ თარგმნიდა მამას. არა, ეს მაინტერესებდა ხო როგორ არა. ხალხის ქუჩაზე საწერი მაგიდა სადაც ედგა. იქ კიდე პატარა ფოტო იყო, ძველი ფოტო იყო გრიგოლ ორბელიანის. და ჩემის მამას მე არ მოვსწრები ვარ. არ მახსოვს 1 წლის თუ 2 წლის ყოფილა როცა გარდაცვლილა და ამიტომ არ შემოვიდა ჩემი მეხსიერებაში არ დამჭა. და ეს გრიგოლ ორბელიანი მეგონა მამა ჩემის მამა მეგონა. არ გახანს. ნუ მე რო გავიგერო ეს პოეტი იყო რომელზეც მამა მუშაობდა ხო. ხო და მე სხვა შორის მაინც ის მეხსაი ბავშვობა ეგზუპერი რომ ამოსო ყველანი ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართ. რაღაც ერთი ნაწარმოები წერდი და მიუძღვენი გრიგოლ ორბელიანს. როგორც სერვანტესმა ბეხარის ჰერცოგს მიუძღვნა, ჩემი ჰერცოგი შენ ხარ. თან გვარიშვილობას ხელს უწყობდა საჰერცოგო გვარიშვილობა ქონა. მე გვარიშვილები მე დაინტერესდნენ. ოღონდ უკვე ევროპელი გვარიშვილებს რას გულისხმობ ხარ? თემა მოიტანა უბრალოდ რა. მეგობარი მყავს ესეთი სოსო დანელია, რომელიც მუშაობდა იტალიაში საელჩოში და ხა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩემი წიგნი მიაწვდენა ბურბონების ოჯახს, რომელიც გაიცნო იქ. და მე კარლოს უგო დი ბურბონმა, რომელიც ახლა აღარ არის ცოცხალი. ეს წიგნი გაიცნო, წაიკითხა, სოსომ რა იმითი შესტავა და კარგად არ ვიცი, კარ ვიყავე. ერთ სიტყვით მეორე შეკრებას დამიძახეს ბურბონების შეკრებაზე და კარლოს უგო ბურბონმა დამაჯილდოვა წმინდა გიორგის ორდენით. მეც მინდოდა რომ გარდაიცვალა რაღაცნაირად მადლიერების გამოხატვა ვფიქრობდი რანაირად გამოხატვა და გამოდიოდა წიგნი მაშინ და დავაწერე რომ ამ წიგნს უძღვნე მე თქვენ ამ კაცს კარლოს უგო დი ბურბონის ხსოვნას რომელმაც წმინდა რომ არ იფიქრათ ახლა რა შუაშია ეს კაცი რომ უძღვნეს რომელმაც დამაჯილდოვა წმინდა გიორგის ორდენით. გამოვიდა ეს წიგნი. მე გაუგზავნე მის ოჯახს და ეხლა ეს კაცი დიდი ხანია გარდაიცვალა. ხომ ეს შვილები არიან სამეფო სახლის მეთაურები და რომ ნახეს ეს წიგნი იმენად რაღაცნაირად იმოქმედა ამ ხალხზე რომ უკვე ორჯერ მიმიწვიეს თავიანთ ამ დიდ შეკრებაზე სადაც ამ წიგნის პრეზენტაცია საშუალება მომცეს რომ ევროპული არისტოკრატიის წინაშე წარმოედგინა ეს წიგნი და გაიგო რაღაც ისეთი კარგი ურთიერთობა რა. ერთ ინტერვიუში ამბობთ ბატონ დავით ასეთ რაღაცას. ადამიანი კარგისა და ცუდის გარჩევის გამოცდილების გარეშე არ უნდა დარჩეს. მშობლებს გვჩვევია ხოლმე რომ შვილებს ჩვენ თვითონ განვსაზღვროთ რომ ეს ცუდია, ეს კარგია, ეს არ გააკეთო, ეს გააკეთე. რამდენად სწორია ეს მიდგომა და თქვენ როგორ იქცეოდით? პრინციპში კითხვით ეღარო როგორც დასრულებს ისევ თი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ აი ეს მიდგომა მინდა რომ თქვენი შეფასება მოვისმინო. მაგ შემთხვევაში მე რას გულისხმობდი? თვითონ რა თქმა უნდა უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც იზრდება ადამიანი. რა კულტურის გარემოში იზრდება, რა ღირებულებები აიგდან დაფასებული. მაგრამ კიდე არანაკლები და შეიძლება ბევრად მეტი მნიშვნელობა აქვს კანტისეულ არაჩვეულებრივ მიგნებას, რომელიც ლექსი შეედრება მაგას. კატეგორიულ იმპერატივს კანტისას, რომ ორი რამ მაოცებს ქვეყანაზე ვარსკვლავებით მოჭედილი საჩემს თავზე და მორალური კანონი ჩემში. მორალური კანონი ჩემში. აი ეს მორალური კანონი შენში არსებობს, ხო? თომა აქვინელის 5 მტკიცებულება უარყო და მე-6 თვითონ შექმნა მორალური კანონი ჩემში. კანტო. აი ეს მორალური კანონი ჩემში შენ განსაზღვრავს იმას კარგისა და ცუდის გამოცდილებას. რა თქმა უნდა, იმ სოციუმის გათვალისწინებით, სადაც ყალიბდები ადამიანი რა, ბავშვი, სადაც გიწევს ბავშვს ურთიერთობა.
მაგრამ ესეც არსებობს ამ პარალელურად. და როცა რაღაცა რელიგიის დონეზე გთავაზობენ ტენდენციას, აი ეჭქვეშ დგება ეს მორალური კანონი ჩემში, რომ ჩვენ დარჩე კარგისა და ცუდის გარჩევის გამოცდილების გარეშე. რაღაცა არის შენ ცხოვრებაში, რომლის გახსენებაც არ გინდა, შენ თავთანაც არ გინდა, იმდენად გაუხერხულებს ეს ყველაფერი. რაღაც არის, რაც გინდა რომ ყველა მიცოდეს. ხო, ეს მორალური კანონი შენში კარნახობს ამას. რა რისი ხრცხვენია, რა გეამაყება, რა გეძვირფასება, რის დავიწყებასაც ცდილობს, მაგრამ ეს წეული არ გავიწყებს თავს და მოგდებს. არის ეს ყველაფერი, რომელსაც აი ეს განსაზღვრავს მორალური კანონი ჩემში. მე რას გულისხმობ თან იცით ამ რელიგიის დონეზე შემოთავაზებაში. მე თეოკრატიული სახელმწიფოს მომხრე არა ვარ შინაგანად, არც ქრისტიანობის ტრადიციული რელიგიის გაბატონებითაც. იმიტომ რომ მე უნდა გავაკეთო ეს არჩევანი და არა სახელმწიფომ ჩემს ნაცვლად. ესე ვფიქრობ, ესეთი განცდა. და მიუხედავად ახლა არატრადიციული რელიგია თუ უნდა აქციო თეოკრატიულ სახელმწიფოდ გადააქციო ქვეყანა და პოლიტკონიუნქტურა ისეთი იყოს, რომ სხვა ყველაფერი მიუღებელია თუ ესე არ არის. აი ეს არის, როცა ადამიანის ცდილობენ რომ დატოვონ კარგისა და ცუდის გამოცდილების გარეშე. წავალისო მამისკენ. ხო, შენ ხო მამის სახლიდან დავიზარეთ, ხო მამის სახლისკენ ბრუნდები. აი ზუსტად მამის სახლისკენ რო ბრუნდებით, არაჩვეულებრივი ლექსი გაქვთ, რომელიც მამის სახლის ყაზბეგის ქუჩა ნომერი 14 და რომელიც სრულდება ასე. და მე როცა ღრუბლიან სამანს მიუახლოვდა სნეულის სევდა, კედელზე გაჩნდა ღიმილი მამა, ღიმილთან ცვილის სანთელი დედა. რავი, შეიძლება ცოტა ინტიმური კითხვა, როგორ უმკლავდებით მშობლის მონატრებას? მასთან გამკლავებას არ ვცდილობ. ეგაც არის შენში შემოუშვა. იმიტომ რომ შენ რა ხარ ადამიანი, შენ მეხსერება ხარ, ეს თუ ამას თუ გაუმკლავდი და ეს თუ წაშალე და მარტო ღიმილიან ანეკდოტები დაიტოვე, ადამიანი წაიკარგები. არა, ეგ უნდა აცრევლის უნდა აცხოვრო შენში და დღესასწაულიც. და უფრო და საინტერესოა მაშინ ეს თუთი სოფელი. ორივე ემოცია როცა არის ერთად. და არ ცდილობ ამ ემოციებს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათი არსებობა, მათი ხსოვნის არსებობა შენში მარტო ცრემლი ხო არ არის, უამრავი სიკეთეა და უამრავი დღესასწაულია. დღესასწაულს რას გულისხმობ, რაღაც განსაკუთრებულ დღეებს კი არა, მათ არსებობა, მათთან ერთად ცხოვრებას. და ის მოგონებები, რომელიც მუდამ არსებობს და უნდა იყოს თანაცხოვრებას, ხო, შინაურ ადამიანებთან თანაცხოვრებას, მშობლებთან თანაცხოვრებას, ბებიასთან, პაპასთან, შვილებთან. ეს კითხვა შენ გინდოდა განსაკუთრებით ველოდები მაინტერესებს პასუხი და ხო? ხო, როგორც წესი, ყველა ღონისძიება იწყება ჰიმნით, მაგრამ ჩვენ ბოლოსკენ ვთქვათ ჰიმნზე, რომ თქვენთან ინტერვიუ გამორიცხულია იმის გარეშე, რაზეც ახლა უნდა დავსვა კითხვა, რომ საქართველოს ახლა დღეს რო გააჭრო 100 ადამიანი, 90 ზეპირად იტყვის საქართველოს ჰიმნს. ალბათ ყველაზე ცნობილი პოეტური ნაწარმოებია დღევანდელ საქართველოში. ის ორი კუპლეტი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. საქართველოს ჰიმნი და გულწრფელად მიამაყება, რომ დღეს ამ ჰიმნის ავტორთან პირადად ვზივარ და კითხვას როგორ იწერებოდა საქართველოს ჰიმნის ტექსტი. გეტყვით, აი შევეცდები ორი სიტყვით გითხრათ. გამოცხადდა კონკურსი. კონკურსი ტექსტზე სხვა შორის შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა ჰერალდიკის დამდგენი კომისია. ვინაიდან მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ათეისტური ხელისუფლება მოვიდა სათავეში, მათ უარყვეს ისტორია. და კანონიერი უფლებებიდან ჩამოხსნეს დროშა და ჩამოხსნეს გერბი. თავის კანონიერი ისტორიიდან გადაწერეს ისტორია. და შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მეც ვიყავ ერთ-ერთი ინიციატორი ჰერალდიკის დამდგენი კომისიის შექმნის. ოღონდ მაშინ ჰიმნზე არ ვფიქრობდით, რომ დროშა და გერბი თავის ისტორიულ კანონზომიერებას დაბრუნებოდა და აღდგენილიყო საკუთარ უფლებებში. მაგრამ საკითხი იდგა, როგორი იყო ეს ისტორიული გერბი, როგორი იყო ეს ისტორიული დროშა და ჩემთვის უაღრესად პატივსაცემი ადამიანები შედიოდნენ განსაკუთრებით პატივისცემა მინდა გამოვხადო დათუნა მუსხელიშვილის მიმართ, რომელიც უძღვებოდა ამ კომისიას ისტორიულ ნაწილს. და აი მაშინ იქ გამოიკვეთა, რომ დროშა და ჰიმნი აი ესეთი იყო, ასეთი იყო, კამათიც იყო ასე შემდეგ, მაგრამ
ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ გადაწყვეტილება იყო სწორი, რომ აღდგეს საკუთარ უფლებებში საქართველოს სახელმწიფო გერბი და საქართველოს სახელმწიფო დროშა. და იპოვნეს, მიაგნეს როგორი იყო. ეხლა კი ბევრი რო გამოვიდა, მაგრამ მაშინ არ იყო ცნობილი, ეხლა ვატიკანის არქივები გაიხსნა და მიგვიშვეს იქ და ბოდიში ჩემ საკუთარ თავს კი არ გულისხმობ. სპეციალისტები. დასაგებია კი. ყოველ შემთხვევაში ეს დადასტურდა მთელი ამ მასალებით და ყველაფრით, ხო? და ეს მუსიკალური კონკურსიც მანამდე გამოცხადა, სანამ ტექსტის კონკურსი გამოცხადებოდა, ეს ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ხდება. და კონკურსი ჩატარდა მელოდიაზე, მუსიკალურ ნაწარმოებზე კონკურსი ჩატარდა შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს და გაიმარჯვა ამ ნაწარმოებმა. ბატონი იოსებ კეჭაღმაძის არანჟირებით ზაქარია ფალიაშვილის მელოდია. სხვათაშორის ეს მელოდია ჟღერს ფესვებში. ჯვარს რო დაიწერენ და ტაძრიდან რო გამოდიან, ნოტრდამიდან რო გამოდიან, ნოტრდამია მე მგონი. პარიზში იწერენ, ხო, ნუ ტაძრიდან რო გამოდიან. ფილმი არ მახსოვს ზუსტად, სწორედ ნოტრდამიდან კარგად მახსოვს. ხო, ანუ არ მახსოვს რომელი ტაძრიდან გამოდიან და აღდგენის მერეც და ჯვრის წერიდან რო გამოდიან, ზუსტად თანამედროვე ჩვენი ჰიმნის მელოდია ჟღერს. ხო, ნუ ფალიაშვილის ნაწარმოებია, ბატონი იოსებ კეჭაღმაძის არანჟირებით. ეს ყველაფერი იყო იმ პერიოდში უკვე დადგენილი. კანონი მიიღეს მუსიკალური ნაწარმოებების. ამ დროს მოხდა ვარდების რევოლუცია და დარჩა ეს კანონი მუსიკალური ნაწარმოებების და გამოცხადდა ტექსტზე. ოღონდ მისასადაგებელი იყო ამ მუსიკალურ ნაწარმოებებზე ტექსტი. მე გადავწყვიტე რომ დაფარული იყო კონკურსი. დაშიფრული იყო. და ფიქრობდი ჩემთვის რომ საიდან უნდა დაიწყოს ახლა ჰიმნი არ მინდოდა რომ საკუთარი ლექსით კი არ უნდა წარსდგე ჩემ თავს ვეუბნებოდი ამ საჰიმნო კონკურსზე რახან ეს ისტორიული კანონზომიერება აღდგა ისტორიული დროშა აღდგა ისტორიული გერბი აღდგა ტექსტიც ვიფიქრე რომ არ უნდა დაიწყოს ჩვენი გენერაციიდან რაღაცა კლასიკიდან ქართული ლიტერატურის საგანძურიდან ვიფიქრე რომ უმჯობესი იქნებოდა რა უკეთესი იქნებოდა და მივადე აკაკის ხატის წინ რომ აქვს იქ რომ ჩემი ხატია სამშობლო სახატე მთელი ქვეყანა. ამ სტრიქონება გამახსენა ვაჟა-ფშაველას წერილი კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი, რომელიც ფიქრობ კაცობრიობას სახელმწიფოდ გამოადგენდა. ამ წერილის აი ორი სტრიქონით გადმოცემა თუ შეიძლება არის აკაკის ეს სტრიქონები და ვიფიქრე რომ აი ეს არის ის რა დაიწყოს საჰიმნო ტექსტი. და მე უკვე როგორც არის იყო კიდე რაღაც კი არა იქ არის კიდე გალაქტიონის გზავნილი ორ ზღვაშუა ძველის ძველად საომარი იყო ლელოის გადარჩა და სახელად მას ეწოდა საქართველო ეწოდება საქართველო. ნუ აი ეს მიტრიალებდა რა ფიქრი მიტრიალებდა და როგორც შეუძლია ისე წარმოადგინე ჩემი ტექსტი, მე უფრო დავარქვი, რომ ეს ჩემი ლექსი კი არ არის, მე ვარ ტექსტის ავტორი ამ შემთხვევაში და არა ლექსის თქო. ნუ მე ისე მოხდა, რომ კომისიაზე იყვნენ ძალიან მაგარი ხალხი, ახლა უმრავლესობა იქიდან ცოცხალი აღარ არის, რეზ თარაძე იყო, ახუშტი კოტეტიშვილი იყო, რეზო სირაძე იყო, უნივერსიტეტის სინდისი რა. ერთ სიტყვით რა. აი ესე მოხდა რა. ესე გაჩნდა აკაკის სტრიქონები ამ დღეს საქართველოს თურქეთის თამაშია როცა გადაცემას წერთ და დღეს 8 საათზე აუცილებლად ვიტყვი თქვენ ტექსტს რა ლექსა ეძახით აუცილებლად ვიტყვი თქვენ ტექსტს რა მინდოდა ხოლმე თქვა შვილებთან დაკავშირებით მე რაც შევძელი არის ეგეთი ტრადიცია კალაბრიის რეგიონში და სიცილიაზეც ბოდიში ფედერიჩიანო ესეთი მიმდინარეობა და როგორი არის ცით ლექსი გადააქვთ კერამიკის ფილაზე თავის არაჩვეულებრივი ორნამენტებით როგორთაც მათ ახასიათებთ რა დიზაინით და განცდით ამ ფერწერული
ცნობიერებით. ლექსებს დებენ კედელში, ქალაქის კედელში. ვთქვათ, დღეს წელს ჩადებენ 2 ფილას. ესე სხვადასხვა კედლებში დგას, დევს ეს ლექსები, ამ კერამიკულ ფილაზე გადატანილი ლექსები. და რამდენიმე წლის წინ მომივიდა ძალიან ისეთი საოცრად ემოციის მომგვრელი ცნობა, რომ გადავწყვიტეთ, რომ თქვენი ლექსი ჩავდოთ ქალაქის კედელში. ქალაქის კედელში, როკა იმპერიალეში, ერთდროს სატახტო ქალაქში, სადაც ეს ფედერიჩანო საიდანაც მოდის ეს ტახტი აქ დაიდგარა ამ მეფეს. და ქალაქის კედელში ჩადეს ეს ლექსი, რომელსაც ქვია ნატას და ელენეს, ჩემი შვილების სახელები. ხო, და თან იმდენად გასახარი იყო ეს ყველაფერი, რომ ჩავედი გახსნაზე. მე ვთხოვე, როცა დევდნენ ამ კერამიკულ ფილას, რა რომ იქ ყველა ლექსი იტალიურ ენაზეა. მე ჩემი ლექსი სადაც ჩადეს გვერდით არის გარსია ლორკას ლექსია. მაგრამ იტალიურად არის და არა ესპანურად. იქითაც თქვათ ხე ჟაკომო ლეოპარდი იტალიურად წერდა და იტალიურად არის, მაგრამ თუ ვინმე უცხოელის ლექსი არის, ის იტალიურად არის ნათარგმნი და მეია ჩადებული რა. მე ვთხოვე, რომ რადგან ჩვენი ქვეყანა არ არის იმდენად პოპულარული, მეთქი როგორც თქვენი, მოდი ქართული ხელნაწერიც გააკეთეთ, მეთქი რა, თუ მადლს აკეთებთ, მარილიც მოხდა. და ეხლა ორენოვანია, კი, და ქართული წარწერაც ჩავდე რომის იმპერიის კედელში. ზეპირად ხო არ გახსოვთ ეგრეთ. სიუჟეტი იმას ნახე ახლა გამახსენდა, ეგ როგორ არ ქონდა კითხვა ისადებული ეგ ამბავი, არა, მამაშვილობაზე რო არის საუბარი, იმიტომ გავიხსენე, რომ ხო არ გახსოვთ ნატას და ელენეს, ესე ქვია ხა ჩემი შვილების სახელები ქვია, ჩემი ქალიშვილების, მაგრამ რა ვიცი, მიძღვნელი არის მთელი ჩვენი შთამომავლობის მიმართ. იწყება ესე, რომ მე ამოვკენკავ თქვენთვის ამ მშობლოს, ამ სანაგვედან როგორც მამალი. ვიცი ეგ ლექსი, წამიკითხავს. ეგ თუ იყო ჩადებული აღწევდა. გავჩვენდი. ეს მინდოდა მეც არა მთლიანად. მთლიანად დიდი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე იწყება. დასაწყისი ხო ვთქვით. სანონსეთ რა ტექსტი გავაფუჭე ჩემი ჩარტით. გამოგჭიჭკრით. საჩუქარი გადავცეთ სტუმარს. ეგ დღეს რაღაც ვერა ვარ ჩვენ. საჩუქრები და დაგვავიწყდა მეგობრები საჩუქრები. ესე იგი, როგორც გითხარით, ბატონო დავით, ჩვენი მეგობარი არის სუთი ფაუერი, ესეთი ჩურჩხელა წაფის გარეშე, რომელსაც აქვს ცოტა ინოვაციური ჩურჩხელები. ტრადიციული ყურძნის ჩურჩხელა ბუნებრივია და აქვს ასევე შოკოლადის ჩურჩხელა. აი ასეთი დაჭრილი კუბიკებია. ბროწეული ჩურჩხელა. აი, მარტივად ის. აი ეგ. ხოთაშორი შოკოლადის ჩურჩხელა ცივია ძალიან მეურვიანი და ბროწეული ხო ჩემი ფავორიტი და აქვთ ასევე მზესუ ზირა. დაოსტატებული. აი მე ვარ დაოსტატებული ამის გახსნაში და უცბად გაგიხსნით. ხო და გაგიმას მინძლდებით. მირთი. მაინც აიღო რა. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. ამ ხალხს კიდე მადლობა, რომ თქვენ კაი ხალხს ეხმარებან. დიდათ არ უყვართ ხოლმე ჩვენ სტუმრებს ამ კითხვას რო ვსვათ, მაგრამ მაინც შემოგბედავთ. არ ვიცი, ჩევას თუ მოგცემდით ახალგაზრდა მამებს და იმ მამებს, რომლებიც ახლა შედიან მაგ გამბავში ამ დიდებული ემოციების სამყაროში, ვინ შედის ახლა. რჩევა, რა ვიცი, საერთოდ რჩევა დარიგებებს მიცემა არ მიყვარს რა. მაგრამ უბრალოდ რჩევა არასდროს რაც არ უნდა უსიამოვნო თქვენთვის უსიამოვნო გარემო იდგეს გარეთ. არასდროს უიმედოდ არ უნდა უიმედობამ არ უნდა მოგიცვას ადამიანი. ყოველთვის უკეთესობის იმედი გქონდეს. და რაც თავარია უნდა მიიღო მონაწილეობა იმ უკეთესი დღის გათენებაში. მე მგონი ისეთი რჩევაა, რომელიც აუცილებელია მით უმეტეს მომლოდინე მამებისთვის, იმიტომ რომ აბსოლუტურად გაურკვეველ სამყაროში შედიან, პირველად რო ხდებიან მამები და არ იციან რა როგორანაირად გააკეთოს. ზოგადად ალბათ იმედი არის ყველაფრის მაცოცხლებელი. აღდგომაც იმედია მაცოცხლების. აღდგომა არის თავარი სასწაული ეს არის. ეს თუ გწამს მე ლაგდება და ძირფაც და საინტერესო ხდება ყველაფერი მასთან დაკავშირებული.
ამის გარეშე მართლა უინტერესო არის რა. კი. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მე ჩემთვისაც ეგრეა და მოყვებით ყველაფერში. ვეთანხმები გამყრელთვის ვეთანხმები გამყრელთვის აღვლელი დასკრას ვეთანხმებით. რავი, ძალიან კარგი გამოვიდა ჩემობიშო. ძალიან გახარებული და მე ძალიან გამახარდება თუ მე პირადად თუ საინტერესო გამოვა ძალიან საინტერესო გამოვიდა. მაყურებლისთვის, ფენელისთვის, ნახველისთვის. და მადლობა თქვენ პირველ რიგში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მაყურებელს შევახსენოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. რა უნდა ის კაპი უნდა ხო? www გამოიწერეთ მამების დრო ახლავე. გამოიწერეთ მამების დრო ახლავე. უზარმაზარი მადლობა ბატონო დავით. თქვენი შემოქმედებისთვის, მასპინძლობისთვის და სტუმრობისთვის. ორივე ერთად გამოდის ამ შემთხვევაში. მადლობა მაყურებელს, მადლობა ჩვენს მეგობრებს. მე წარმატებები ვისურვებთ. ქართული სპორტული მედიცინის ასოციაცია და დიდი მადლობა წარმატებისთვის. დიდი მადლობა, კარგად ვწანდებოდეთ. აბა დროებით.